რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დავით ნარმანიამ ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა თვითმმართველობის სფეროში არსებული მდგომარეობა და პრობლემები განიხილეს. დელეგაციის წევრები ასევე თვითმმართველობის რეფორმის მიმდინარეობით, მათ შორის დაგეგმილი ტერიტორიული რეფორმითა და ადგილობრივი ხელისუფლების არჩევითობის საკითხებითაც დაინტერესდნენ. მხარეებმა რეფორმის განხორციელების პროცესში გამჭვირვალობასა და საჯაროობაზე, ასევე დაინტერესებული მხარეების მათ შორის მოსახლეობის არასამთავრობოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრეს. დღესვე ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის პირველი შეხვედრა გაიმართება, რომელსაც მინისტრი დავით ნარმანია გახსნის. დავაცანით მათ მიერ წინა პერიოდში გაკეთებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია, გარდა ამისა მათ აინტერესებდათ ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილი რეფორმა და პროგრესი, რაც ქვეყანაში ხდება და გავაცანით ის ძირითადი ცვლილებები, რაც იგეგმება ჩვენს ქვეყანაში. მივეცით კონკრეტული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გვაქვს მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების დონეზე. ეს ევროსაბჭოს ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის პირველი ვიზიტია საქართველოში. სამინისტროში შეკრების მიზანი თბილისში დაგეგმილი შეხვედრის საორგანიზაციო საკითხების განხილვა. ჩვენ გავწვევთ ინფორმაციები და განვიხილეთ საომავლო თანამშრომლობის მიმართულებები.